მადლობა ვიკა, ეს იყო ჩვენი კორესპონდენტი ვიკა ბუკია. სესილია თაყაიშვილის 105 წლის იუბილეს გამოფენა მიეძღვნება ცნობილი ქართველი მსახიობის სურათების სხვადასხვა სპექტაკლებიდან და ფილმებიდან ეროვნული არქივის საექსპოზიციო სივრცეში გამოიფინება. ფოტოკადრების დიდ ნაწილს დამთვალიერებელი პირველად იხილავს გამოფენაზე, ასევე ნაჩვენები იქნება 1980 წელს რეჟისორ თემურ ბაქრაძის გადაღებული კინონარკოვის სახელწოდებით სესილია თაყაიშვილი. გამოფენა ეროვნულ არქივში 25 მაისამდე გაგრძელდება, შემდეგი ექსპოზიცია ბათუმში გადაინაცვლებს. დეტალები ნახეთ მარიკა შალიკაშვილის სიუჟეტში. აი ეს არის ერთ-ერთი ის ნეგატივი, ასე ვთქვათ, ქართოფილზე გადაღებული, ორიგინალი, რომელიც არის გადაღებული ეს კამერა სესილია და მეგეჯაკალიძე. ამ ფოტოს გადაღებიდან თითქმის 40 წელი გავიდა. ფოტოობიექტივს ქართული ფილმის მზე შემოდგომისა ერთი კადრი აღუბეჭდავს. ვაიმე, წყარო. შენ არ იცი რომ წყარო ხარ? რატომ? სესილია თაყაიშვილის ეს და სხვა უნიკალური ფოტომასალის ნეგატივები ეროვნული არქივის ცენტრალურ ფონდშია დაცული. ნეგატივები სპეციალურად გამოფენისთვის გაწმინდეს და დაბეჭდეს. ამ გამოფენისთვის ეროვნულმა არქივმა ჩვენ ფონდებში არსებული ნეგატივებიდან მოამზადა სპეციალური პოზიტივები, რომლიდანაც ამოერჩა საუკეთესო ხარისხობრივად, შინაარსობრივად და ისინი უკვე გამოიფინა ჩვენ სტელაჟებზე. გარდა ამისა, ამ ფონდების გარდა წარმოდგენილია გამოფენაზე მასალა, რომელიც გადმოგვცა აბსოლუტურად უსასყიდლოდ სესილია თაყაიშვილის ოჯახმა. სესილია თაყაიშვილს მსახიობს, რომელმაც მაყურებელს დაუვიწყარი როლები დაუტოვა, წელს 105 წელი შეუსრულდებოდა. გამოფენა ეროვნულ არქივში ამ თარიღს ეძღვნება. ასეთი სესილია მაყურებელს კარგად ახსოვს. მისი ყველა ფილმი ცნობილი და დღემდე პოპულარულია. თეატრში შექმნილი სახეები კი მხოლოდ ფოტოებს შემოუნახავთ. მისი ბებიაც თეატრში დაიბადა, მაგრამ ცნობილი და საყვარელი სესილია თაყაიშვილი კინომაქცია. აქ წარმოდგენილია 30-მდე ფილმის და ასევე მისი თეატრალური როლების ამსახველი ფოტომასალა. მასალა საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ ეს არ არის კადრები ფილმებიდან, არამედ ეს არის გადაღების მომენტში შექმნილი ფოტოები და მისი ხარისხიც და მნიშვნელობაც უფრო საინტერესოა. თითოეული შეჩერებული კადრი იმდენად ნაცნობია, რომ ფილმს მომენტალურად აცოცხლებს. ფოტოდან თითქოს მსახიობის ხმაც ისმის და მაყურებელს შეუძლია მეხსიერებაში დაუფიქრებლად აღიდგინოს ეპიზოდი ამ ფილმიდან. სესილია არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კინოსახე ქართულ კინოს ისტორიაში და თემა ქართულმა საზოგადოებამ ყველა მისი ფილმი ზეპირად იცის და ზუსტად ამ ფილმებიდან აქცენტი გაკეთებულია ზუსტად მის კინოშემოქმედებაზე და ეს გამოფენაც არის ამ ფილმების გადაღების პროცესები, გადაღების პროცესში შექმნილი როგორც სამუშაო მომენტები, ასე ვთქვათ, ფილმში შესული კადრები. თავისებური ხასიათის ნიჭიერი, მაგრამ ამავდროულად ჭირვეული, იუმორის დიდი ნიჭით და გარდასახვის საოცარი უნარით. ასე გადაიღეს მსახიობი დოკუმენტურ ფილმში 1980 წელს, გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე. რატო მოხვედით? არ მიყვარს და არ გადავიღებ. სესილიას არ უყვარდა გადაღება. ვინც იგი ასე საინტერესოდ მოაქცია ფოტოობიექტივში დიდი საქმე გააკეთა ქართული კინოს ისტორიისთვის და მაყურებლისთვის, ვისაც დღემდე უყვარს და მხოლოდ ერთი სახელით მოიხსენიებს, მე-20 საუკუნის დიდ ქართველ მსახიობს, სესილიას.